რა თქმა უნდა, ჩალისფასი არ აქვს, ხომ? და რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია ქონდეს თავიანთ მომხრეებთან და აუხსნან მათ, რომ სინამდვილეში ეს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით აი ეს ბოლო რეზოლუციაც, იმიტომ რომ თუ კი აქამდე საუბარი იყო მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ან კონკრეტული სახელმწიფოების პარლამენტებიდან გვესმოდა ჩვენ და ისინი იღებდნენ კონკრეტულ დეკლარაციებს და რეზოლუციებს საქართველოსთან მიმართებით, დღეს უკვე ეს EUTHO-ს ფორმატში გაკეთდა და აქ რატომ არის EUTHO ასეთი მტკივნეული ქართული ოცნებისთვის? მანამდე არ გვინახავ ჩვენ აი ასეთი რაღაც გამალებული ბრძოლა იმისათვის, რომ რაღაც რეზოლუციის ტექსტი შეცვლილიყო. იმიტომაც მე ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან წარმოდგენილები და ის ქვეყნები, სადაც მაგალითად ძალიან მაღალი ხარისხის დემოკრატიაა, ხომ? აქ ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ასევე დემოკრატიასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ არ ყავთ 100-მდე პოლიტპატიმარი ქვეყანაში, ხო? ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ჩვენთან ძალიან ცუდად არის ვითარება და ზუსტად ამიტომ იღებენ აი ამ რეზოლუციებს. ეს არის ძალიან მკაცრი რეზოლუცია, აქ საუბარი არის პოლიტპატიმრებზე, საუბარი არის არა მხოლოდ წარსულში ჩატარებულ არჩევნებზე, არამედ სამომავლოდ იმ არჩევნებზე, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ თავისთავად არჩევნების ჩატარების გარემო არის ძალიან რთული, ხო? მაგ გარდა იმისა, რომ ცდილობენ რომ პარტიები შეზღუდონ და დევნონ, ხომ, დაიჭირონ პოლიტიკური ლიდერები და ასევე იმ ჯგუფების წარმომადგენლები, რომ შეიძლება დააკვირდნენ არჩევნებს ან არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდის დროს გარკვეული მოსაზრებები გამოთქვან და კრიტიკა გამოთქვან. აქ საუბარი იმაზეც არის, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფს უბრალოდ ეკრძალებათ, რომ პოლიტიკაში შევიდნენ, ხო? ეხლა ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება არ ახსოვთ, მაგრამ მაგალითად ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ მათი გარკვეული დაფინანსება ყოფილა დასავლეთის ქვეყნებიდან. ვერც ერთი მედიის წარმომადგენელი ვერ მიიღებს, ვერც ერთი აქტივისტი ვერ მიიღებს, რომელსაც რაიმე შემოსავალი ან რაიმე ტიპის ურთიერთობა ქონდა დასავლეთთან დაკავშირებულ პროგრამაში, ან პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ასე შემდეგ, ხომ? აქ საუბარია, ეხლა თუ კი ზუსტად ბუკვალურად წავიკითხავთ კანონს, მათ შორის თუ კი ვინმეს ბოლო 8 წლის განმავლობაში უსწავლია დასავლეთში, ისიც ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ანუ ფაქტიურად ვერავინ ვერ მიიღებს. ერთ-ერთი არ უწერიათ, რომ კომპიუტერი და ინგლისური ვინც იცის ის იმათმაც რომ ვერ მიიღონ რა. ანუ ფაქტიურად აი ეს არის საკითხი. აპირებენ საერთოდ ვეღარ მიიღებს არჩევნებს. ხომ, ანუ პარტიებსაც აკრძალავენ და კონკრეტულ ადამიანებსაც აკრძალავენ, კონკრეტული განათლების, კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანებს აკრძალავენ იმისთვის, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ ეს არ არის სახუმარო რამ, ხომ? ანუ ეს არჩევნების, მომავალი არჩევნების ჩატარების ნაწილი. ხა, როდესაც ეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დარღვევას, ხომ? აქაც ამ ყველაფერს ეს ადამიანები ხო პირდაპირ ეთერში აკეთებდნენ. ანუ პირდაპირ ეთერში აწამებდნენ ადამიანებს, ცემდნენ ადამიანებს, აკავებდნენ ადამიანებს, პირდაპირ ეთერში ამბობდნენ, რატომ იღებენ შემზრდელ კანონებს, ხომ? ეხლა კომიტეტის ხდომებზე ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსები, ქართული ოცნები და საუბრობდნენ, რომ აი ჩვენ ამ კანონს ვიღებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა დაიხუროს, რომ აი მაგალითად ამ პარტიამ არ იფუნქციონიროს, რომ ის განადგურდეს, ხომ? ანუ ეს ყველაფერი ხო პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ეს ხო არ არის დამალული, ანუ ისინი არც მალავდნენ თავიანთ მიზნებს, ხომ? აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს არის აშკარა, ცხადია, რომ სოფლიოში ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც კარგ მართლობასთან დაკავშირებით და დემოკრატიასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს და იქაც რაღაცა პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს ამ სიტუაციაში არ არის. საქართველოში ბევრად უფრო რთულად არის საქმე, ბევრად უფრო მეტი პრობლემა გვაქვს და ერთადერთი ახლა თქვენც მათ ადგილზე რომ იყოთ, აბა რა სიტყოდით, რომ ჩალისფასი. აი რა შეიძლება რომ თქვათ, ხომ? ანუ სხვა არგუმენტი მათ არ აქვთ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მთელი მსოფლიო ეკითხებოდეთ, რომ რატომ აკეთებთ ამას, ან თქვენ ხელშია ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი და თქვენ ამას არ აკეთებთ. ზუსტად იცის, რა შედეგი შეიძლება მოყვეს აი ესეთ უგულებელყოფას ჩვენი ევროპელი პარტნიორების. მათ ზუსტად იციან, რა შედეგი შეიძლება დადგეს და ეს შედეგი შეიძლება იყოს შემოდგომაზე ან მაქსიმუმ ზამთარში.
იცით რა არის მე მაინც მგონია რომ მოდით ეს გავყოთ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხომ იმიტომ რომ ქართული ოცნების წევრები საბოლოოდ ასრულებენ იმას რასაც ეუბნებათ მათ ბიძინა ივანიშვილი ხომ ბევრი მიზეზის გამო ზოგი იმიტომ რომ კორუფციაშია ჩართული და ეშინიათ რომ დაიჭერენ ზოგი იმიტომ რომ სხვა რაღაცა სარგებელს იღებენ მისგან ხომ ანუ ზოგს უბრალოდ ეშინია ხომ ანუ აი რაღაცა მიზეზების გამო ეს ადამიანები უბრალოდ ასრულებენ ყველაფერს რასაც ეს ადამიანი მათ სთხოვთ, ხომ? მეორე საკითხი არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ხო, ახლა ბიძინა ივანიშვილი ალბათ ფიქრობს იმაზეც, რომ ძალიან თუ გაჭირდა ბოლო-ბოლო თავის გუნზე უარს იტყვის, ხომ? და თვითონ რაღაცა გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს. რომელიც შეიძლება მიიღოს, ხომ? ანუ რეალურად ახლა ესეც რაღაც მოლაპარაკების საგანია. გარანტიებისთვის ხო რაღაც საფასური უნდა გადაიხადოს გარანტია. გადაიხდის ამ საფასურსაც იმ მომენტში, როდესაც ეს მომენტი დადგება, ხომ? ესეც უნდა გვახსოვდეს და ეს მომენტი ნელ-ნელა მოდის, მათ შორის გლობალურად რომ შევხედოთ, ხომ, რეგიონში და ჩვენს გარშემო რა ხდება, ხედავთ რომ რუსეთი სერიოზულად დასუსტდა და დასავლეთი ძალიან ესე იგი ძლიერად გამოიყურება და განსაკუთრებით უკრაინა, ხომ? და უკვე დასავლეთი ძალიან აშკარად და დღესაც ახლა ჩვენ ვნახეთ, იყო შეხვედრა იგივე პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის და აქაც ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, ხომ? აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ კარგად იციან, რა თქმა უნდა, რაც მოელით, რა თქმა უნდა, ამაზე ნერვიულობენ, ხა ვის უხარია რომ არის სანქციების ქვეშ, ხომ? რომ ვერასოდეს ევროპაში ვერ იმგზავრებს. ზოგი ოჯახის წევრიც, რომ მათ ვერასოდეს ვერ ექნებათ საბანკო ანგარიში, ხო? აი, როდემდე უნდა ესე ბალიშებში ფული ქონდეთ, ხო? და აი ვიღაცას თხოვონ რომ მოდი ახლა გამიხსენე ანგარიში და შენი ანგარიში. ხო, ანუ ესეც პრობლემა, რაღაც მომენტში ესეც რთულებს, ხო, ვითარება შეიძლება რაღაც სახარჯ ფული კი, მაგრამ ხო უზარმაზარ. ხო, ანუ მე მგონია რომ რა თქმა უნდა ესენი ამას ხვდებიან, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ მოწონთ. რა თქმა უნდა, მაგრამ აქეთ მხარეს არის ალბათ შიში. არავინ არ თქვას რომ სანქცია პრობლემა არ არის. აი ნამდვილად ეხლა ეს არის ყველაფერი ტყუილი, რა თქმა უნდა ისინი ამაზე ნერვიულობენ და ძალიან ბევრ რაღაცას ნერვიულობენ. იგივე ხა აი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რაც თქვი, ხა მათ რომ არ ეშინოდეთ ჩვეულ აი სხვა განსხვავებული აზრის ადამიანების. აი ამ ცვლილებებს შეიტანენ. აი ამ ცვლილებას რომ ვერავინ პოლიტიკაში ვერ შევიდეს. ხომ ამას ხო არ იზამდნენ. ხომ უბრალოდ ძალიან დიდი ზუსტად იციან რომ ადამიანები მათ არ ემხრობიან და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა უბრალოდ მხარს არ უჭერს მათ. სხვა შემთხვევაში ხო ამ ცვლილებებს არ შეიტანდნენ, ხო? აი თქვენ ახსენეთ ეკა რომ ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხავთ რომ ვაჭრობა დაიწყოს გარანტიების მისაღებად დასავლელ პარტნიორებთან. ის პროცესები რაც საქართველოში მიმდინარეობს, ემსახურება თუ არა სწორედ იმას, რომ ივანიშვილი ემზადება გარკვეულწილად ვაჭრობისთვის. მე გულისხმობ იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობს. თავად ადვოკატებიც არ გამორიცხავენ, რომ უკვე აგვისტოში შეიძლება განაჩენი დადგეს, იმდენად დაჩქარებულია პროცესები და ყველა ლიდერი კვლავ ციხეში აღმოჩნდეს. ანუ ეს რა გათვლა არის? აგროვებს ახლა სავაჭრო რესურს ივანიშვილი? იცით, აი ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა, შეიძლება უფრო დაშინება არის ეს ყველაფერი, შეიძლება კიდევ ერთხელ მისი პირადი შიშია იმისა, რომ არავინ არ იყოს გარეთ, ვისაც შეუძლია ადამიანების მობილიზაცია მაგალითად, ხომ? ვისაც რაღაცა პროცესის დაწყება შეუძლია, იმიტომ რომ შეიცვალოს რამე, ხომ? ხა მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული ადამიანები არსებობდნენ. ხო, კარგად იცის ივანიშვილმა, რომ წნეხი დასავლეთიდან გაორმაგდება ქართულ ოცნებაზე, თუ ყველა პროევროპული ოპოზიციონერი ლიდერი ერთ დღეს ციხეში აღმოჩნდება. მე ვფიქრობ, რომ იცის კი, თუმცა არის მისი, როგორც ვამბობ, შეიძლება მისი შიში, პირადი შიში იმისა, რომ აქ ძალიან სწრაფად განვითარდეს მოვლენები, შეიძლება ეს წონიდეს. არ ვიცი, ხა ნამდვილად ჩვენ ხა მარჩიელობა არ მიყვარს და აი ნამდვილად ვერ ვიტყვი ხა რა არის ამის უკან, ხა ლოგიკურად წესით მე მგონია, რომ თუ კი რაიმე დალაგება მართლაც უნდა და თუ რაღაცა უკან, ასე ვთქვათ, რაღაც
მოლაპარაკების გზების ნახვა უნდა ალბათ ესეთ მწვავე ნაბიჯებზე არ უნდა მიდიოდეს, ხომ? ანუ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ხო, ნუ დღეს მაინც ვხედავთ, რომ აი თვითონ მათი გზავნილებიც და მესიჯებიც აი ძალიან სუსტია, ხომ? აი მაგალითად კიდევ აი ის რომ რაზეც ამბობდით, რომ ეს ჩალის ფასია და თვითონ ჩვენ კიდევ ხედავთ, როგორ ნერვიულობდნენ და ცდილობდნენ რომ რაღაცა შეეცვალათ და არავინ მხარი არ დაუჭირა და ყველამ ხმა მისცა ფაქტიურად, ხომ? იქ წევრმა სახელმწიფოებმა. თუ ჩალის ფასია რატო ცდილობენ მაგას, ხომ? ან მაგალითად, რა ვიცი, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, იგივე აი ეს მრავალ ესე იგი რაღაცა მხრივი დიპლომატია, რაზეც საუბრობენ, თუ რას ეძახიან დამავიწყდა ეგ სიტყვა. მოკლედ, ანუ ეს მრავალ ვექტორული დიპლომატია, ხო, ეს ვექტორებიც, ხო, ნუ რაღაცა საინტერესო სიტყვა თავისთავად, ხო, ახლა ადამიანი ტყვის ხო ალბათ ნაფიქრი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს ვექტორები სად მიდის, ხო, ყველა ავტოკრატულ და ყველა საშინელ ქვეყნისკენ მიდის ეს ვექტორი, რა ვიცი, ნორმალური ქვეყნისთვის წასული ეს ვექტორი ჩვენ არ გვინახავს და რაღაც მომენტში აქაც ხო გაიჭედებიან და ამ ნაწილშიც ვეღარ ახსნიან, ხო, იმიტომ რომ ჩამოთვალო მართლა რა ქვეყნების საიდკენ მიდის ეს ვექტორი, არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, მართლაც ის ქვეყნები, რომელსაც პრობლემები აქვს დემოკრატიასთან დაკავშირებით და არც ერთი დასავლური ქვეყანა ამ ვექტორში არ ხვდება, ხო? და მათი ამომრჩეველი ალბათ ამას თხოვს. დარწმუნებული ვარ, თხოვს, იმიტომ რომ ბოლო კვლევები ჩვენ რომ შევხედოთ ევროკავშირის გაწევრიანებას, ვინ უჭერს მხარს, იმ ხელა პროცენტია იქ, რომ რაღაცა ნაწილი მათი მომხრეებისაც შეიძლება შედიოდეს აქ, თუმცა მათ ალბათ სჯერათ იმის, რაზეც საუბრობს პრემიერი და ყველა მათი სახელმწიფო მოხელე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ევროკავშირი გვერდჩის და სხვები გვერდჩიან და სინამდვილეში ისინი არიან ძალიან კარგები. ეხლა რამდენიმე თვის წინ თქვენ ამ სტუდიაში ჩემი სტუმარი იყავით და მაშინ ის კანონები, რომლებიც პირდაპირ ზღუდავდა სამოქალაქო სექტორს და პრაქტიკულად დახურით ემუქრებოდა, ახალი ამოქმედებული იყო და მაშინ კითხეთ, რომ როგორ აპირებდით მუშაობის გაგრძელებას და მაშინ ეხაც მახსოვს თქვენი პასუხი, ქვეყნის სიყვარულს ვერავინ არ მიკრძალავსო. დღეს რა ხდება? ანუ არის თუ არა შანსი იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი კვლავ დარჩეს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე. შეიძლება ის რესურსი აღარ აქვს დღეს სამოქალაქო სექტორს, რომელიც ჰქონდა და როგორც მუშაობდა, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ პერსპექტივას? ხო, ნუ მე მოვიტყუები რომ ვთქვა რომ ძალიან მარტივია ჩვენი მუშაობა, ხო, მაგ და მოვიტყუები რომ ვთქვა რომ ჩემ თანამშრომლებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ის აქტივისტური ჯგუფები იქნება თუ მედია თუ სხვები, ხა ძალიან კარგად იცნობენ, იმიტომ რომ სულ სასამართლოს პროცესებზე არიან და სულ ჩვენი მოქალაქეების დაცვას ცდილობენ, რომ მათთვის არის ეს მარტივი, ხო? ეს ნამდვილად ასე არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად მაგას ხსნით, რა იყო ეს სამოქალაქო სექტორი, ხო, რომელიც შედგებოდა არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორისგან, არამედ აი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შედგება მედიისგან, რომელიც შედგება აქტივისტებისგან, აქტიური მოქალაქეებისგან, ხო? ანუ ეს ადამიანები, როდესაც რაღაცას აკეთებდნენ, ეს არ იყო კონკრეტული პროექტის ფარგლებში, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს იყო მართლაც გულწრფელი სურვილი ყველასი ჩვენი, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები აღარ იჩაგრებოდნენ, რომ ბავშვები იყვნენ დაცულები, რომ ქალები იყვნენ დაცულები, რომ სახელმწიფო მოხელებმა არ მოიპარონ ხალხის ფული, იმიტომ რომ ეს ფული შეიძლება იგივე ამ ბავშვებს და ამ მოხუცებს მოხმარდეს, ხომ? ანუ ამის გულწრფელად გჯეროდა ყოველთვის, ეხლაც ამის გჯერა. ეს არ იყო რაღაცა სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვეცვლებოდა ჩვენი აზროვნება, ან ჩვენი მოსაზრებები, ან ჩვენი იდეები შეიცვლებოდა. არა, ეს იყო მართლაც აი გულწრფელი ადამიანების სურვილი, კი სამსახური კი ერქვა იმას, მაგრამ აი ეხლა ხო გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აი ესეთ რთულ ვითარებაში მაინც აგრძელებს მუშაობას და ყველას დახმარებას და თქვენც როგორ ვითარებაში გიწევთ მუშაობა, ხომ? ანუ
ამით ხომ მტკიცდება, რომ უბრალოდ აი ამ დიდი იდეის გჯერა, რაც არის ეს ქვეყანა, რაც არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენ გქონია გამოცდილება, რომ აი გვიშენებია ქვეყანა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ავაშენოთ ეს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ. აი თუ კი ეს ადამიანები იქნებიან კლავაც და თუ ეს ადამიანები გაერთიანდებიან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი.